პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის განწყობა, რომელიც მოდის ადამიანებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან. ჩვენ ზუსტად ვიცით რა არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი გზა არის მხოლოდ განვითარებული დასავლეთისკენ. შესაბამისად, ჩვენ ნებისყოფაც გვაქვს. გავაგრძელებთ აქ დგომას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო. მთავარია, რომ შიგნიდან გატყდეს ეს მანკიერი სისტემა, რომელიც დღეს წარმოდგენილია ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება კიდევ უფრო დიდხანს მოგვიწიოს ჩვენ გარეთ დგომა, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს, არც ციცივი არ გვაშინებს და თუ ჩვენ ვიქნებით ურყევი, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ თავების თუ აუყვარს, ამაზე ხშირად საუბრობთ, თუმცა როდესაც გადამწყვეტი მომენტია, ბევრი ხალხი საჭიროა, მუდმივად ვხედავთ, რომ გადავსებულია ჭედვა არის ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე და დღეს მოვუსმინეთ მაგალითად დინარაძეს, რომელმაც თქვა, რომ მოდი ილუზია არ შევიქმნათ 20 იანვრისთვის ამდენი ხანი პირდებოდნენ, რომ 20-ში დაალაგებდნენ ყველაფერს. უკვე თვითონაც დაიწყეს უკან დახევა და აი ის ყველაფერი და განცხადებებიც კეთდება მათი მხრიდან. რამდენად არის თქვენთვის იმედის მომცემი, რომ რეჟიმს მოუწევს უკან დახევა საბოლოოდ? რეჟიმი უნდა ჩამოვშალოთ, სისტემა უნდა დაინგრეს და ეს არის ჩვენი განაცხადი. რეალურად ეს სისტემა არ შექმნილა არც ქართული ოცნების დროს, არამედ ძალიან ღრმა ფესვები აქვს და ყოველთვის განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის ეს გქონდა ჩვენ დილემა, რომ ეს რეჟიმი როგორ უნდა დაიდგეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩამოვშლით ამ სისტემას და გავიღვიძებთ ახალ საქართველოში ერთ დღეს, სადაც ვერასდროს ვერ გაბედავს ვერც ერთი ხელისუფალი, რომ აი ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, რომ ჩვენი არჩევანი ფაქტიურად არარაობად ჩააგდოს. შესაბამისად, მე მჯერა, რომ არ არის ესე, რომ ყველა ნიშანია იმის, რომ რეალურად ქართული ოცნება შიგნიდან უკვე ტყდება. აი ეს დრო არის საჭირო და არც ისე დიდი დრო. თუმცა ჩვენებთ ამას განცხადებები ვნახეთ, მაგალითად საჯარო სამსახურში დასაქმებულების, საგარეო საქმეთა სამინისტრო თავდაცვა და სხვადასხვა უწყებების ინდივიდუალურად ჯგუფების ხო გაკეთებული. რა გაჩვენებთ იმას, რომ შიგნიდან ტყდება და დასუსტებულია სისტემა? პირველ რიგში კულუარული ინფორმაციები. რას ამბობენ ეს ადამიანები, როდესაც გვხვდებიან პირისპირ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. იქით მხარეთაც დგანან კონკრეტული ადამიანები და მე მესმის, რომ მათ ძალიან ბევრი რაღაცის მოთმენა ჭირდებათ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ანუ აბსოლუტურად ყველანაირ რაციონალიზმს გაცდა ის, რასაც ქართული ოცნება დღეს აკეთებს, რეალურად ყველანაირი ნიღაბი ჩამოიხსნა და ჩვენ გვჭირდება დრო, მოთმინება, გარეთ გამოსვლა, დაფიქსირება ჩვენი აზრის, ჩვენი პოზიციის და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.